გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს იქნება შეპირებული ბლოგი, რომელიც მიეძღვნება აფხაზეთის თემატიკას, როგორც ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი გახდა. აფხაზეთში მდინარე ენგურთან, ენგურის ხიდთან, სადაც ერთადერთი სახმელეთო გზა გადადის გამშვებ პუნქტზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთში, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან დასრულდა საბაჟო ტერმინალის მშენებლობა, რამაც თავისთავად დიდი მithქმა-მოთქმა გამოიწვია. რასთან გვაქვს საქმე, რაში არის საქმე? მინდა დღეს გესაუბროთ ცლად, დეტალურად, ბევრი ტყუილი ვრცელდება, ბევრი არაპროფესიონალური შეფასება ამ ყველაფრის. ამიტომ დღეს ამ ვიდეოში იქნება ძირფესვიანად განხილული აღნიშნული საკითხი, თუ სინამდვილეში რა ხდება, როგორ იტყუება ხელისუფლება ამ მოვლენებთან დაკავშირებით, ეს ერთი და მეორე, რასთან აგვაქვს რეალობაში საქმე. ასევე იქნება ისტორიულ კონტექსტში განხილული ყველაფერი ეს მიმდინარე მოვლენები, ამიტომ ძალიან საინტერესო თემა არის, მოიმზადეთ, ნახეთ, თქვენი აზრი დაწერეთ კომენტარებში, მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, ვისაც არ ყავართ გამოწერილი და აქ რო არ დამავიწყდეს, მინდა ჩემ გამომწერებს ვთხოვო, ერთი კარგი ქართველი კაცის, ეროვნული ადამიანის, ჩემი დროსი მეგობრის თემო ბოკელავაძის YouTube არხი, გამოიწერეთ, ეროვნული ბიჭი არის, იბრძვის, აზროვნებს, აკეთებს ქართულ საქმეს და საინტერესო ინფორმაციები იქნება მის გვერდზეც გამოქვეყნებული, აქტიურადაა ჩართული ამ არაბიზაციის პროცესებში და არა მარტო ამ პროცესებში, ზოგადად ყველა პროცესებში, ამიტომ იყავით საქმის კურსში ინფორმაციასთან პირველ წყაროდან და არა იმ ინფორმაციებიდან, რომელი ინფორმაციები 9-შრეს გაივლიან დამუშავდება ტელევიზიებში და ან ჯიბის ბლოგერებში, გამправებლებში და მოვა თქვენამდე. ამიტომ გამოიწერეთ თემოს გვერდიც და იყავით საქმის კურსში. ჩემი თხოვნა იქნება, იმიტომ რომ ინფორმაციის გავრცელება გვჭირდება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამდე იქნას მიტანილი ეს ინფორმაცია. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ დავუბრუნდეთ აფხაზეთის საკითხს და მოდი ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჩვენ ახლა ვნახოთ სიუჟეტი, რომელიც ყველაზე ობიექტურად აღწერს დღევანდელ რეალობას, რაც იქ ხდება, როგორც ხდება, რაც თბილისში ხდება, რასაც ხელისუფლება პასუხობს და ამის შემდეგ მოვახდინოთ ამ ყველაფრის, ესე რომ ვთქვათ, დეტალური ანალიზი და სად არის ძაღლისთავი დამარხული ბოლომდე გავიქოთ. ოკუპირებულ აფხაზეთში გალში საბაჟო ტერმინალი იხსნება. ოფიციალური თბილისი დუმს სატრანზიტო და ლოჯისტიკური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და აფხაზეთში მსოფლიოს ხალხთა ასამბლეის ხელმძღვანელმა ასტამურ ახსალბამ აფხაზურ მედიასთან თქვა, რომ პროექტი, რომელიც რუსულ-აფხაზური თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება, თითქმის მზადაა და მისი ამოქმედება უახლოეს მომავალში იგეგმება. მისივე თქმით, სატესტო ტვირთები უკვე შესრულებულია. მიუხედავად ამისა, ქართული მხარე, კონკრეტულად კი ირაკლი ყობახიძე ირწმუნება, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. საოკუპაციო რეჟიმის ეგრეთ წოდებულ სამთავრობო მედიასთან ახსალბა ამბობს, რომ ტვირთების საბაჟო ტერმინალის გავლით რუსეთში შევა მესამე ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთიდან და ინდოეთიდან. მისივე თქმით, არ იგეგმება ტვირთების საქართველოდან გადატანა მანამ, სანამ საჭირო დოკუმენტებს ხელი არ მოეწერება. ეხო კავკაზას ინფორმაციით ახსალბა ამბობს, რომ ეს პროექტი 2012-2014 წლებამდე არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული ობიექტური მიზეზების გამო ვერ განხორციელდა. ახლა კი მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პროექტი აფხაზეთის სტრატეგიული პარტნიორისთვის, რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა. სატესტო ტვირთები გავატარეთ აფხაზეთის გავლით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. იყო უკვე მიმართულებითაც ირანში გავაგზავნეთ ტვირთი. ყველა მექანიზმი უკვე გამართულია. საქართველოსა და აფხაზეთს შორის ვაჭრობაზე საუბარი არ შეიძლება იყოს იქამდე, სანამ შესაბამისი დოკუმენტები არ იქნება ხელმოწერილი. ჩვენი კომპანია მხოლოდ ლოჯისტიკურ მომსახურებას ახორციელებს.
ახსალბას თქმით, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს მესამე ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რუსეთის სამხრეთ რეგიონებთან უფრო მოკლე სატრანზიტო გზით. სატრანზიტო სისტემა, როგორც ის ამბობს, ძირითადად მსუბუქი მოხმარების საქონელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ბოსტნეულსა და სხვა პროდუქტებს მოემსახურება. მაგალითად, თუ ტვირთი ირანიდან მოდის, ირანული ფურამძღოლი აფხაზეთის ტერიტორიაზე შევა, ოჩამჩირის რაიონში მდებარე ტერმინალზე მოხდება ტვირთის გადმოტვირთვა და შემდეგ ტვირთი რკინიგზით რუსეთის მიმართულებით სწავა. ახსალბას განცხადებით, თუ იმის მიუხედავად, რომ მესამე ქვეყნებიდან შემოსული საქონელი აფხაზეთის მაღაზიებში პირდაპირ არ მოხვდება, აფხაზურმა პროდუქციამ მომავალში შეიძლება ამავე მარშრუტის მეშვეობით გარე ბაზრებს მიაღწიოს. ახსალბა ხაზს უსვამს, რომ პროექტის განხორციელებას სირთულეები ექნება, რადგან მესამე ქვეყნები აფხაზეთის სტატუსის გამო იურიდიულ და საბაჟო ბარიერებს წააწყდებიან. ამ თემაზე დღეს ირაკლი გობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქართული მხარე პროცესში ჩართული არაა. გახსენება ჩვენ არავითარ ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო საზღვარს არ ვაღიარებთ, ეს არის სრული სიყალბე. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან ამაზე ვერ იქნება ბუნებრივია საუბარი. თქვენ თავის დროზე გახსოვთ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა რუსეთს სოფლიო საბჭოთა ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე და მაშინ იყო ეს შეთანხმება, რომ შვეიცარიის შუამავლობით უნდა შექმნილიყო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, თუმცა მას შემდეგ ეს საკითხი არის გაჩერებული და ჩვენი მხრიდან არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა ამ მიმართულებით, აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი არის სპეკულაციები. არ თანამშრომლობთ ამ კომპანიასთან, რომელიც დაასახელა. არავითარი. მე არ ვიცი, მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩვენი მხრიდან არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ამ მიმართულებით. ზოგადი შეთანხმება არსებობს, თუმცა ამ კუთხითაც არავითარი აქტივობა არ ყოფილა, ეს არის ის პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ გალში ტერმინალი შენდებოდა, რამდენიმე წლის განმავლობაში ვრცელდებოდა, თუმცა სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი ამას ამ დრომდე მალავდა. მოკლედ, როგორც ხედავთ, საქმის კურსი, მოკლედ ამ ვიდეოდან ყველაფერი ჩანს, თუ რა ხდება, რა ვითარება არის და რას პასუხობს საქართველოს ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი. მოკლედ, რომ გითხრათ, რომ პირდაპირ ყოველგვარი ზედმეტი მოკიბვის გარეშე, რომ კობახიძე იტყუება, ამისთვის, აი, შორს რო არ წავიდე და ძალიან ელემენტარულად გავიგოთ ეს ყველაფერი, მე მინდა გაჩვენოთ ქართული ოცნების დროს, მან ახსენა, რომ თურმე წინა ხელისუფლების დროს მოხდა რაღაცა, დავიწყოთ ვიდეოს ანალიზი, ოღონდ ბოლოდან. წინა ხელისუფლების დროს თურმე შვეიცარიულ ფირმასთან იქნა გაფორმებული ხელშეკრულება, კოცები არაფერ შუაში არ არიან და მათ დროს არანაირი აქტივობა არ ყოფილა. ეს მე გითხარით ადრე ვინც ადევნებდით ჩემ ბლოგს, რომ კოცებს ეს პასუხი ექნებოდათ. ამიტომ ყოველგვარი გაგრძელების გარეშე ძალიან მარტივად რომ გითხრათ, რომ კობახიძე იტყუება, საკმარისი არის ეს. ეს არის საქინფორმის ინფორმაცია, ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ 2017 წლის თებერვალში ამ საკითხთან დაკავშირებით იყო აბაშიძე კარასინის, ესე რომ ვთქვათ, ფორმატში შეთანხმება, საუბარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა 2011 წელს ჟენევაში, ესე იგი ქართულ-რუსულ მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც არის ზუსტად ეს რომელ ხელშეკრულებაზეც კობახიძე საუბრობდა, ამ საკითხის განხილვა და კმედითი ნაბიჯების გადადგმა. 2017 წელი არის ქართული ოცნების ხელისუფლება. ეხლა მე თქვენ მინდა გაჩვენოთ ქართული მხრის ხელმოწერა ფირმასთან, რომელმაც ხელშეკრულებაში არის ჩაწერილი SGS კომპანია, არის შვეიცარიული ფირმა, რომელმაც უნდა მოახდინოს რუსეთს და საქართველოს შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგი. და როგორც ხედავთ, 2017 წლის 19 დეკემბერს ბერნში, შვეიცარიაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამავლობით გაიმართა მოლაპარაკებების დასკვნითი რაუნდი საქართველოს მხარესა და შვეიცარულ კომპანიას SGS ჯგუფს შორის. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა. დელეგაციაში შედიოდნენ საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მოლაპარაკებები დასრულდა, საქართველოს შემოსავლების სამსახურმა ხელი მოაწერა შესაბამის კონტრაქტს კომპანია GSG-სთან, რომელმაც უნდა განახორციელოს საბაჟო ადმინისტრაციებისა და საქონლის ვაჭრობის მონიტორინგი ძირითადი პრინციპების მექანიზმების შესახებ საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის
მთავრობას შორის 2011 წლის შეთანხმების გათვალისწინებით. ეს ძალიან ცუდი ბატონო კობახიძე, თუ თქვენ არ ახართ ინფორმირებული, თქვენი მთავრობა რას აკეთებდა 2017 წელს. მაშინ შენც დიდი მსუყე თანამდებობა გეკავა და პარლამენტის თავმჯდომარე იყავი, როგორც მახსოვს პერიოდში. ახლა მე მინდა გაჩვენოთ ეს ხელშეკრულება რუსული მხრიდან. ეს არის რუსული მხრის ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ხელშეკრულებაზე მოწერის შემდეგ იქნა განხორციელებული და ეს არის 19 მაისი 2018 წელი, ეს არის ოფიციალური განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე, თქვენ შეგიძლიათ შევბრძანდეთ, ნახოთ, იხილოთ თქვენი თვალით. სადაც საუბარი არის ზუსტად იგივე დოკუმენტზე, რომელიც 2011 წლის 9 ნოემბერს იქნა რუსეთსა და საქართველოს შორის განხორციელებული, გაფორმებული და კონკრეტული ფირმა SGS-ი, რომელიც არის შერჩეული ამ სამუშაოს გასაწევად. ასე რომ მე მგონი კობახიძის განცხადება, რომელიც არ ვიცი მე სიმართლე გითხრათ, რა ტყუილი შეიძლება ამ ყველაფერს, ანუ ტყუილიც არის და ტყუილიც არის, ხო, ჩემოკარგებო. შეიძლება ადამიანმა რაღაცა სიტყვაში ერთი სიტყვა მოიტყუოს, მაგრამ მთლიანად არსი მოიტყუოს ამ ყველაფრის, ამას უკვე ცრუპენტელობაც აღარ ქვია. ამას ქვია იმდენად უხეში, უტიფარი ტყუილი, ადამიანს უყურებდი თვალებში და ატყუებდე, სირცხვილი არის რა უბრალოდ. მით უმეტეს, როდესაც ეს წინა ხელისუფლების გაფორმებული არის, კი ბატონო, მათ თქვენ შორის იყო დიდი გამარჯვება, მაგრამ შენი ხელისუფლების დროს სრულად მოხდა, ანუ სრულფასოვანი გაფორმება განხორციელდა და ამ ხრივ ამბობ, რომ ჩვენ არანაირი ნაბიჯი გადაგვიდგია, აგერ ფაქტი, აგერ შეთანხმება, აგერ წყარო შეგიძლიათ თქვენ თვითონ გადაამოწმოთ როგორც ქართულ, ისე რუსულ წყაროებში, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ არქივებში, ასევე სხვაგან და სხვაგან. სამწუხარო რა არის, იცით? აი ეს ეგრეთ წოდებული ჭორიკანა ჟურნალისტები, რომლებმაც პირი აქვთ მოღებული ვითომ ოპოზიცია არიან, მათი მხრიდანაც არ ყოფილა ამ ყველაფერზე ყურადღება გამახვილებული, თუ რატო არ იყო ეს ცალკე არის, იმიტომ რომ ისინი ამ ხელშეკრულებას სულ სხვანაირად წარმოადგენენ. ეხლა ამ თემასთან დაკავშირებით ნიუსებით იყო, ესე რომ ვთქვათ, გაჯერებული მთელი ინტერნეტ სივრცე, ყველა წერდა, რას წერდა ღმერთმა იცის. და ეს ჩვენ გავიგეთ თავისთავად იმ ასტამურ ახსამდან, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა. მოდი ლევანდელი, ესე რომ ვთქვათ, რასთან აგვაქვს საქმე, ზოგადად ჩვენ რომ ვიყოთ საქმის კურსში, მოდი გავაკეთოთ აი ელემენტარულად, აი როგორ გითხრათ, იცით? ზოგადად რა ორგანიზაციასთან აგვაქვს საქმე, რა ხდება ამ ორგანიზაციაში და რა ფუნქცია მოვალეობას ითავსებს ეს ორგანიზაცია. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 90-იან წლებში, მისი შტაბ-ბინა არის შვეიცარიაში, თვითონ ამ ორგანიზაციის მიზეზი არსებობის არსი არის ის, რომ მოახდინოს ჰარმონიზება ქვეყნებს შორის ვაჭრობის ბარიერების და ესე შემდეგ, რომლის წევრიც არის თითქმის მთელი მსოფლიო, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც, თავისთავად რუსეთიც, ჩინეთიც, ნახევარი აფრიკა არის რაღაცა თითქოს ჩამოსათვლელი ქვეყნები, რომელი ქვეყნებიც, სხვადასხვა ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი არის აზერბაიჯანი, რომელიც არ არის წევრი, არის დამკვირვებლის სტატუსით, არიან კიდე იქ აფრიკის ქვეყნები რამოდენიმე, ირანი და ზოგიერთი, ძირითადად ეს ქვეყნები არიან ნავთობით მდიდარი ქვეყნები, რომლებსაც აქვთ რაღაც გარკვეული მიზეზი, რომ ამ ორგანიზაციის ჯერჯერობით დამკვირვებლები იყვნენ და წევრები არ იყვნენ. ზოგადად მთელი მსოფლიო იქ არის. რა თქმა უნდა, რუსეთიც წევრი არის და რუსეთი 2011 წელს გახდა ამ ორგანიზაციის წევრი. 2011 წელს აი ყურადღება მიაქციეთ, რომ მანამდე ის არ ყოფილა ამ ყველაფრის წევრი და მთელი ამბები მოყვა ამ ყველაფერს. საქართველო ამ ორგანიზაციის წევრი გახდა 2020 წელს 14 ივნისს 127 წევრად და მე ძალიან კარგად მახსოვს ეს პერიოდი, მაშინ მოზარდი ადამიანი ვიყავი.
და ერთი ამბავი იყო ატეხილი, მაშინ ამ ყველაფერს ქართულ საზოგადოებას წარუდგენდნენ ისე, რომ ჩვენ გავხდით ორგანიზაციის წევრი, რომლის წევრიც რუსეთი არ არის და როდესაც რუსეთს მოუნდება გაწევრიანება მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში, ჩვენ ამას დავბლოკავთ, ამის სანაცვლოდ მოვითხოვთ რუსეთმა გაიყვანოს ჯარები, წაიღოს აფხაზეთის, ესე რომ ვთქვათ, იმ პერიოდისთვის ჯერ კიდე სამშვიდობო სტატუსი უკან, მაშინ ჯერ აღიარება და რამე არ იყო მომხდარი, დააბრუნოს დევნილები და ესე შემდეგ რა. ახლა რაში არის საქმე, ზოგადად ორგანიზაციის არსი რა არის? ორგანიზაციის არსი არის შემდეგნაირი, რომ თავისი წესდება გააჩნია, თავისი კანონები გააჩნია, ამ წესდების მიხედვით ერთმა ქვეყანამ მეორე ქვეყანას რომ მისცეს თანხმობა, თუ მას კონკრეტული მიზეზი არ გააჩნია, ეს მიზეზი უნდა დაასაბუთოს, უშუალოდ უნდა იყოს წესდების შესაბამისად. ორგანიზაციის წესდებაში არის ესეთი რაღაცა. თუ კი ქვეყნები, რომლებიც ერთმანეთის მომიჯნავეები არიან და ხდებიან ახდენენ ერთმანეთთან ვაჭრობას, სახელმწიფო საზღვარი, ეს სასაზღვრო ტვირთბრუნვა უნდა იყოს გამჭვირვალე. ანუ რა შედის, რა გამოდის ამ საზღვრებზე, ამ ყველაფრის მონიტორინგი უნდა ხდებოდეს. ჩვეულებრივ პირობებში არავინ არ გთხოვს შენ რომ ვიღაცა ადგენს და ათვალიერებდეს ამ ყველაფერს, მაგრამ ქვეყანასთან ეს პრეტენზია არ უნდა გქონდეს. აქედან გამომდინარე, ზუსტად საქართველოს და რუსეთს შორის ეს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულება, რა თქმა უნდა, რომელიც სამაჩაბლოში როკის გვირაბიდან და აფხაზეთში ფსოუს მხრიდან, ანუ მე გულისხმობ სახმელეთო საზღვარს დანარჩენზე შემდეგ გადავიდეთ. იყო უკონტროლო. და ქართული მხარე წესდებიდან გამომდინარე შესაბამისად ობიექტურად სამართლიანად ითხოვდა რომ მე ვერ ვახორციელებ რუსეთ-საქართველოს შორის საზღვრების მონიტორინგს, ამას ახორციელებს რუსეთი, ამიტომ იმისთვის რომ იქნას ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი რუსეთმა წესდების შესაბამისად უნდა მოახდინოს ამ საზღვრების მონიტორინგი. რა ტვირთი შედის, რა ტვირთი გამოდის, რომ ვიცოდეთ. მოკლედ, ამაზე იყო მიმული თავიდან ბოლომდე აბსოლუტურად უკვე შემდეგ აგებული პოლიტიკანური მთელი რაღაცა უაზრო, პირდაპირ გეტყვით, უაზრო და არანაირად რეალობასთან ახლოს მყოფი მოთხოვნები, რომელსაც იყენებდნენ ქართული მხრისთვის, საქართველოში შიდა მოხმარებისთვის, ასე აი როგორც კობახიძე იტყუება, ასე მოტყუებისთვის, რომ ჩვენ რუსეთს დავბლოკავთ, ჩვენ ასე ვიზამ, სანამ რუსეთი ჩვენ პირობას არ შეასრულებს. რისი უფლება საქართველოს არც წესდებით ჰქონდა და არც არანაირად ჰქონდა. ამიტომ ეს იყო უბრალოდ მიმული თემა პოლიტიკური სპეკულაციისთვის, ხალხის განწყობისთვის, ასე რომ ვთქვათ, როგორც ხდება საქართველოში, ადამიანების დაბოლებისთვის, მოტყუებისთვის და ამ მოთხოვნებს დროთა განმავლობაში ქონდა ესე რომ ვთქვათ, პოლიტიკური ხასიათი. და როდესაც პოლიტიკური ხასიათი ქონდა ამ ყველაფერს, ამასთან დაკავშირებით რუსული მხარე არაერთხელ აკეთებდა განცხადებას, რომ იმას, რასაც ქართული მხარე ითხოვს, ანუ ჯარის გაყვანას, დევნილების დაბრუნებას, პოლიტიკური კონტროლის აღდგენას, რეალობასთან არაფერი შეხება არ აქვს. აი ეს არის ლავროვის განცხადება, საქართველოს მოთხოვნებს მემეოსთან არაფერი აქვს საერთო. 100%-იანი მართალი იყო, იმიტომ რომ მაქსიმუმ ქართულ მხარეს რაც შეეძლო მოეთხოვა, ეს იყო საზღვრის კონტროლი. საზღვრის კონტროლი და როგორ განხორციელდებოდა საზღვრის კონტროლი. აი ეს იყო შესაძლებელი წესდების მიხედვით, კანონის მიხედვით უკვე მომხდარიყო. რაც შეეხება ჯარის გაყვანას, აღიარების წაღებას, დევნილების დაბრუნებას და მსგავს რაღაცეებს, ამაზე საუბარიც კი ზედმეტი არის. ესეთი რაღაცეები ამ ორგანიზაციის წესდებებში არ შედიოდა. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი ინსინუაციას წარმოადგენდა ჯერ კიდე 2000-იანი წლებიდან დაწყებული, ჯერ შევარდნაძის მთავრობის დროს და შემდეგ ამათ დროს, ამიტომ გავერკვიეთ, რომ ამ ორგანიზაციაში ძალიან მარტივი არის გაწევრიანება, თავისი წესდების შესაბამისად, როგორც უნდა განხორციელდეს. და იქ პოლიტიკურ მოთხოვნებს არანაირი ძალა და არანაირი ფასი არ აქვს. ეს არც ნატო, არც ევროკავშირი, არც მსგავსი რაღაცები, არის ჩვეულებრივი სავაჭრო ორგანიზაცია, რომელშიც რუსეთი დიდი ხანი არ წევრიანდებოდა, იმიტომ რომ მათი, ჰიბრიდული ეკონომიკიდან გამომდინარე, ახლა საბაზრო რაღაცა აქეთ თვითონ რუსეთშიც ერთი ამბები იყო. ატეხილი არ უნდოდათ, იმიტომ რომ
ესე იოლად რუსეთის შიგნით კონკურენციის გაჩენა უცხო ქვეყნიდან ბარიერების შექმნა ურჩევნოდათ ადგილობრივ მეწარმეებს, მაგრამ როგორც საერთო ჯამში გადაწყდა, რომ მთელი მსოფლიო იქ არის, რუსეთიც იქ უნდა იყოს, ძალიან დიდ ფულზე არის საუბარი იმპორტ-ექსპორტის კუთხით, ამიტომ უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი და როდესაც უკვე რუსეთი წამოდგა ფეხზე ეკონომიკურად, როდესაც პოლიტიკური გავლენა მოიპოვა და უფრო გაძლიერდა, ეს უკვე 2010-11 წელი არის, მათ გამოაცხადეს მსოფლიო საერთაშორისო უზარმაზარი კრიზისის შემდეგ, მსოფლიო კრიზისის შემდეგ, განაცხადეს, რომ მათ უნდათ ამ ყველაფერში გაწევრიანება, რასაც დიდი სიხარულით და დიდი ტაშფანდურით შეხვდა დასავლეთი ევროკავშირის ქვეყნები და უბრალოდ ერთადერთი პრობლემა, რომელი პრობლემაც იყო ამ გზაზე, ეს იყო საქართველო, რომელიც სამართლიანად წესდების შესაბამისად ითხოვდა საზღვრების გამჭვირვალებას. დანარჩენზე არ მაქვს საუბარი და ეს იყო რეალური პრობლემა, ამიტომ ამ რეალურ პრობლემას ვერავინ ვერ აბიჯებდა, ამიტომ ქართულ მხარეზე მიდიოდა ზეწოლა, რომ საქართველოსი მიდიოდა ზეწოლა, რომ როგორაც გინდათ ისე მოაგვარეთ ეს პრობლემა, მაგრამ რუსეთი უნდა გახდეს ამ სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და ამაში იყო ჩარეული უზარმაზარი ფიგურები, უზარმაზარი ორგანიზაციები, რომელი უზარმაზარი ორგანიზაციებიც საერთოდ კავშირში არ არიან არანაირ ვაჭრობასთან. გაჩვენებთ ახლა ეს თუ რატო. დავიწყოთ ჯერ იქედან, რომ ამ საკითხის პოლიტიზირებამ ჯერ კიდე ესე რომ ვთქვათ, შევარდნაძის დროიდან მოყოლებული ისეთი სახე მიიღო, რომ ერთი წამით გაჩვენებთ, ისეთი სახე მიიღო, რომ საქართველოს ბერკეტი ქონდა რუსეთზე ზეწოლის და ამ ზეწოლიდან გამომდინარე, როდესაც სურდა, მაშინ მოახდენდა მისთვის დიდი ზარალის მიყენებას, ზიანის მიყენებას და მე მინდა გაჩვენოთ, ახლა თქვენ ეს იყო ჯერ კიდე შევარდნაძის პერიოდი და როდესაც ახალმოსული იყვნენ ნაცები ხელისუფლებაში 2004 წელი არის, როდესაც ბურჯანაძე ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო, პარლამენტის თავმჯდომარე იყო, იმ პერიოდში ბურჯანაძემ გაუქმა ეს საკითხი, ანუ ამ საკითხთან დაკავშირებით რა ხდებოდა. ჩვენ ხო კარგად გვახსოვს ახლა 90-იანი წლების ბოლო 2000-იანების დასაწყისი ჩეჩნეთის მეორე კამპანია, პანკისის ხეობაში დევნილები, ასე საქართველო-რუსული მძიმე დაძაბულობა, ურთიერთობების იქ პანკისის ხეობის დაბომბვა, კოდორის ხეობა, რაღაცა და მაგ პერიოდში დაძაბული მდგომარეობის ფონზე იყო სპეციალური რეზოლუცია მიღებული, რომ საქართველოს მხარს არ დაუჭერდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას. მაგ დროისთვის 2004 წელს ბურჯანაძემ ორი თვით გააუქმა ეს მოხსნა, რადგან ისევე პოლიტიკურ არგუმენტად გამოიყენა, რომ რუსეთს და საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობებში შეიძლება ამან ითამაშოს რაღაცა როლი, იმიტომ რომ საქართველოს მიმართ ნეგატიური პოლიტიკის აგება ხდება, აი აქედან გამომდინარე, რომ საქართველოს ბლოკავს რუსეთის გაწევრიანებას და დროებით ბურჯანაძემ ორი თვით გააუქმა ეს ყველაფერი. თუმცა იმ პერიოდში რუსეთს არც სურვილი ჰქონდა და არც მცდელობა ჰქონია, რომ გაწევრიანებულიყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, უბრალოდ ეს ითვლებოდა მტრულნაბიჯად საქართველოს მხრიდან, რომელიც ეკავა საქართველოს მთავრობას. და გაუქმა ეს ყველაფერი ორი თვით, რუსეთი ამ ორ თვეში არ გახდა წევრი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის და ამის შემდეგ უკვე ქართულ-რუსულ ურთიერთობებში კარგად გახსოვთ, როგორი დაძაბულობები მოყვა ამ ყველაფერს. 2004 წლიდან მიყვა ჭერცხინვალის პირველი დაძაბულობა, მერე 2006-ის ასე რომ ვთქვათ, დეპორტაციები, უამრავი სხვა უბედურება, მერე ომი რაღაცა და თავისთავად აღდგა ეს ჩვეულებრივად. ამიტომ გამომდინარე, ესე რომ ვთქვათ, ისტორია ამ ყველაფრის, აი ასე იწყება ნაცების მმართველობის პერიოდში და თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული იყო ეს ყველაფერი.
ახლა გადავიდეთ შემდეგ პუნქტთან დაკავშირებით, თუ აი ამ რუკას ახლა წარდგენა არ სჭირდება. ოკუპირებული აფხაზეთი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი, უკონტროლო საზღვრები, ამ უკონტროლო საზღვრების პერიოდში ხდებოდა ისე, რომ ეკონომიკურ საქმიანობას რუსეთი ახორციელებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ქართული მხარე რჩებოდა აფსაიდში, ვერ გებულობდა რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, რანაირად ხდებოდა. ახლა ამ საკითხს, როდესაც კარგად იცოდნენ საქართველოში თუ რა პოლიტიკური მდგომარეობა იყო, მე გეტყვით ახლა სხვა მხრიდან მინდა დაგანახოთ ეს ყველაფერი. ამ საკითხს ძალიან კარგად აკვირდებოდნენ ამერიკელები. მათ იცოდნენ, რომ ჯერჯერობით თვითონ რუსეთს არ უნდა გაწევრიანება ორგანიზაციაში, ამიტომ ზეწოლას აზრი არ ქონდა საქართველოს ხელისუფლებებზე. უბრალოდ საინტერესო მომენტი იყო ის, რომ მათ ჰქონდათ შესწავლილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შევარდნაძის მთავრობიდან დაწყებული, შემდეგ სააკაშვილის პერიოდში ქართველებს რა დამოკიდებულება ჰქონდათ ამ საკითხთან დაკავშირებით და მე მინდა გაჩვენოთ თქვენ ეს იმდენად მგრძნობიარე საკითხი იყო, ამას თვითონ ამერიკელი დიპლომატები საქართველოში ამერიკის ელჩები წერდნენ ვაშინგტონს, რომელმაც სულ შემთხვევით გამოჟონა WikiLeaks-ის სკანდალის დროს. ეს არის ჟულიან ასანჟის გასაჯაროებული საიდუმლო დიპლომატიური მიმოწერა, რომელშიც შავით თეთრზე არის აღწერილი მაშინდელი საქართველოში მყოფი 2006 წელს საქართველოში მყოფი ამერიკის ელჩის ჯონ ტეფტის მიმოწერა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული საკითხი ქართველებში არის ძალიან ემოციური, ძალიან გრძნობიარე საკითხი, იმიტომ რომ ეხება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, სეპარატისტული მთავრობების იქ შენახვას, ამიტომ ქართული მხარე ამ საკითხთან დაკავშირებით არის კატეგორიული წინააღმდეგი და არის აქ ახლა ვისაც გაინტერესებთ დეტალურად აღწერილი თუ რა სითხოვდა ქართული მხარე და რომ იყო თქვენ საქმის კურსში, რომ ძალიან ხისტი დამოკიდებულება არსებობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ზეწოლა ესეთ რამეებთან დაკავშირებით არის შეუძლებელი. აი წავიკითხოთ მაგალითად. სადაზღვრო გამშვებ პუნქტებთან დაკავშირებით საქართველოს განზრახული აქვს ძალიან მყარად იდგეს თავის პოზიციაზე. მისი უზარმაზარი ჩრდილოელ მეზობელთან. კაცრავად ერთი გავადიდო, ცოტა მიჭირს საკითხვა. ძალიან მყარად იდგეს თავის პოზიციაზე. მის უზარმაზარ ჩრდილოელ მეზობელთან. დაძაბული ურთიერთობებში ეს საქართველოს ერთადერთი ბერკეტია და ქართველები მოწადინებული არიან გამოიყენონ რათა გარკვეული სახის კონტროლი დამყარდეს ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით მაღალ გადამზიდველი ურანის, ყალბი აშშ დოლარების და იარაღის, ამას თავისთავად ახდენდნენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეიძლება იქნას მოტივირებული იყო, რომ იქნას კრიმინალური ელემენტები, იქნას ურანის გავრცელება, მსგავსი რაღაცა უკონტროლო ქმედებები განხორციელდეს, ამიტომ აუცილებელი არის იქ ქართველი მებაჟეების დაყენება, რომლებიც შეამოწმებენ ტვირთებს, რა ტვირთები შევლიან ამ ყველაფერზე. ნებისმიერი გამოსავალი, აი განმარტებას აკეთებს, რაც მისაღები შეიძლება იყოს საქართველოსთვის, მიუღებელი იქნება აფხაზებისა და სამხრეთ ოსების, რომლებსაც რუსეთი უჭერს მხარს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის, როდესაც რუსეთს ჯერ კიდევ დასასრულებელი ჰქონდა მრავალმხრივი მოლაპარაკება VMO-ში გაწევრიანებისთვის, საქართველოს წინააღმდეგობა რჩებოდა მთავარ დაბრკოლებად, იმიტომ რომ დანარჩენი მოლაპარაკებები რუსეთს რაც უნდა განეხორციელება, ყველაფერი მოგვარებადი იყო, უბრალოდ ჭირდებოდა ქართული მხრის თანხმობა. აი ეს იყო რეალურად უკანასკნელი ბასტიონი, ერთადერთი პრობლემა რუსეთის გაწევრიანების მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.
რასაც უნდა მოყოლოდა უზარმაზარი, ესე რომ ვთქვათ, მილიარდობით, ათობით მილიარდი დოლარების ბრუნვა, როგორც ერთი მხრიდან, ისევე მეორე მხრიდან და ასე დროს გამოჩნდა საქართველოს დამაბრკოლებელი აი ამ გზაზე, რომელიც გზაზეც რუსეთი მიდიოდა. მე აი ადამიანურად გეტყვით, ომი მომხდარი არის, ყველაფერი კარგად იცის, საქართველოს ომი რა თქმა უნდა წაგებული აქვს, ამდენი დემონები გვყავს. უკაცრავად, ნაცვლად იმისა, რომ რაც ახლა ვთქვათ, უკრაინაში ხდება მხარდაჭერა, პოლიტიკური მხარდაჭერა, ფინანსური და ესე შემდეგ და უამრავი მხარდაჭერა, საქართველოს მიმართ ეს არის მიზერული, მინიმალური, მხოლოდ პოლიტიკური, ესე რომ ვთქვათ, განცხადებების დონეზე, რაღაც მინიმალური ფინანსური დახმარება, ისიც ვალად დაწერილი და ხდება დასავლეთის და რუსეთის დაახლოება საქართველოს ხარჯზე. საქართველოს ხარჯზე რეალურად მაშინ 2008 წლის შემდეგ ჩაიხუტა ევროპა და ამერიკა რუსეთს, გამოაცხადეს გადატვირთვის პოლიტიკა და ამ გადატვირთვის პოლიტიკაში საქართველოს ნამდვილად ყველას ყელში ჰქონდა გაჩხერილი და ამიტომ რუსები დასავლეთს ეუბნებოდნენ, ეს თქვენი ნახლებნიკი მთავრობა არის, ასე რომ ვთქვათ, თქვენ ინახავთ ამას, თქვენ უკეთებთ მხარდაჭერას და ამიტომ მოაგვარეთ ეს ყველაფერი. ზეწოლები იყო შემდეგნაირი. აი შეხედეთ, აი ამ თემასთან დაკავშირებით დაინტერესებული იყო ბაიდენით დაწყებული ნატო, ევროკავშირი, შვეიცარიის პრეზიდენტი. აი ეს არის არასრული სია ამ თემასთან დაკავშირებით, რა ამბებიც მიმდინარეობდა სააკაშვილთან იმ დროს მოლაპარაკებებზე. ახლა ნაცები ხედავდნენ თავის მხრიდან, რომ ნაცებს შეეძლოთ, რომ ამ საკითხით ევაჭრათ და ნაცებს შეეძლოთ, რომ ეს საკითხი, როგორც აქამდე იყო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი, ასევე გაესაღებიათ ეს ყველაფერი თავის და სასიკეთოდ, რომ აი რა ძლიერი ადმინისტრაცია ყავს სააკაშვილს და მათთვის იყო მთავარი პოლიტიკური გენელი, რომ აი საქართველოს რუსეთი დააჩოქა და მის და სასარგებლოდ მოახდინა ხელშეკრულების გაფორმება. ხო გახსოვთ ეს რუსოფობიული პოლიტიკა, რომელიც დღემდე გრძელდება ნაცების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან პირველად თვითონვე მოხსნეს ეს ბარიერები, როგორც ხედავთ, ბურჯანაძესთან ერთად ერთი გუნდი იყვნენ ესენი. ახლა თუ ვინმე ეჭვიებარება ეს მისი პრობლემა არის. და წავიდა ამ საკითხთან დაკავშირებით ზეწოლა. ზეწოლა წავიდა დასავლეთიდან, ვინ არის ეს პატარა საქართველოს, საერთოდ რას წარმოადგენენ, ჩვენი შესანახი ქვეყანა არის და ჩვენ აგერ მილიარდები უნდა ვიშოვოთ რუსეთთან და ესენი თავიანთი ტერიტორიული მთლიანობის გამო, ვიცი, სინამდვილეში ტერიტორიული მთლიანობა ნაცებს ნაკლებად აინტერესებს, ნაცებს აინტერესებდა პიარი, რომ როგორ დააჩოქეს მათ რუსეთი და გამოჩნდება ეს ყველაფერი. აი ზეწოლა იყო შეერთებული შტატების მხრიდან. მთელი მსოფლიო ერთიანი იყო ამ ყველაფერში, მაგრამ ნახეთ აგერაბა ვიცე-პრეზიდენტი მაშინდელი ბაიდენი, რომელიც ობამას ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო, რუსეთს პირდებოდა შენიჭირიმე, შენგენაცვალე, რაზეა ლაპარაკი, თქვენ უნდა გაწევრიანდეთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში და ახლა ქართველებთან მოლაპარაკება ეგ უკვე ტექნიკური საკითხი არის. ახლა როდესაც ამას ღიად ამბობდა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, იქ რა ამბავი ხდებოდა, თქვენ თუ წარმოგიდგენიათ, საელჩოში და იმაში, რა ქვია, მთავრობის ადმინისტრაციაში და ასე შემდეგ. ასევე ზეწოლა იყო ევროკავშირის მხრიდანაც, რომელიც წაიკითხეთ, საქართველოს უნდა დაუჭიროს მხარი, ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. დღეს აი იმ საზიზღარო რუსეთთან, რომელი რუსეთიც თურმე ჭამს ევროპასთან მთავარი მოწინააღმდეგეა და გადაყლაპვას თურმე უპირებს. საქართველოსთან ომის შემდეგ ასული არის ერთი წელი, მეორე წელი. და როგორ ხდება ზეწოლა საქართველოზე, იმიტომ რომ მაშინ საქართველოს არავის არ ახსოვს, რუსეთთან დიდი ფული არის საშოვნი და ამიტომ საქართველოს უნდა გადაუვარონ, კაცო, საქართველოს ინტერესები არავის არ აინტერესებს. დააკვირდით აი აქ ბაიდენის მოლაპარაკებები, რომლებიც იმართებოდა სააკაშვილთან და შემდეგ, როდესაც მოხდა შეთანხმება,
როგორ არქმევდა ამ ყველაფერს ისტორიულ ნაბიჯს და აი ამ ისტორიული ნაბიჯის შედეგად ვღებულობდით იმას, რასაც ვღებულობთ. ბოდიშით ეს ძალიან ვრცელი თემა არის და მე ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობ რომ გავყე აქ საინტერესო არის, იცით? ისეთი რაღაცები ამოტივტივდება. ვიცე-პრეზიდენტი ეს როდესაც გაფორმდა რუსეთთან ხელშეკრულება, როდესაც უკვე ნაცებმა მოაწერეს ხელი, როგორ ისტორიულ ნაბიჯად გვიფასებდა 10 ნოემბერს, აგერ შეგიძლიათ ნახოთ ბაიდენი თუ რამხელა ისტორიული გარღვევა მოხდა საფრანგეთი, რომელიც ალბათ განსაკუთრებით გავლენიანი იყო მაშინ საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს სარკოზის ადმინისტრაცია არის, რომელიც უშუალოდ ჩამავალი აღმოჩნდა ამ ომის შეჩერებაში. ახლა მათგან რამდენი ზეწოლა იქნებოდა და კარგად გახსოვთ სარკოზის ფლირტი რუსებთან, შენჭირიმე შენგენაცვალე, ეს რამხელა ზეწოლას ახდენდა და როგორი დაინტერესებული იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. აქვე ჩანს საფრანგეთს ჰქონდა ყველაზე მეტი ლეგიტიმური, ასე რომ ვთქვათ, სათქმელი ალბათ ქართველებზე, ჩვენ ომი გაგიჩერეთ და ახლა მილიარდებს ნუ გვაკარგიებ, გაიგეთ რუსეთთან. და ამიტომ საინტერესო არის ჩემო კარგებო აი ეს რა ესაქმებოდა ნატოს გენერალურ მდივანს ვინ იყო მაშინ ანდრეს ფროგ რასმუსენი ხო რა ესაქმებოდა ნატოს რომლის მთავარი მიზანი არის უსაფრთხოება რომლის მთავარი საკითხი არის სამხედრო თემატიკა რა ესაქმებოდა ეკონომიკურ საკითხებთან რუსეთთან მიმართებაში საქართველოს გააფორმებდა თუ არ გააფორმებდა ამ ყველაფერს. ესეც ჩარეული იყო. ალბათ ეუბნებოდნენ რომ ჩვენ კიდევ ერთხელ თქვენ მხარდაჭერას განვახორციელებთ, ოღონდ ეს გაგეთ. ფული, ბაბა, ფული, დიდი ფული ტრიალებდა. საქართველოს ინტერესი არავის არ ქონდა თავში, როდესაც ეს პროცესები მიმდინარეობდა ტერიტორიული მთლიანობა და წყევრობა და თავის ადგილება კი არა, აგერა ფული მაქვს საშუალო კაც დავანებეთ თავი. რა ესაქმებოდა ნატოს ეს საერთოდ არანაირ სტანდარტში არ ჯდება. ეს როგორც გითხარით, ლავროვის განცხადებები, რომელიც ამბობდა სამართლიანად ამბობდა, სხვათა შორის ამას არაფერი შეხება არ ქონდა პოლიტიზება ამ საკითხის. არ შეიძლება გეტყვით რატო, კიდევ ერთხელ გეტყვით რატო. ეს არის ეკონომიკური საკითხი და იქ ჯარების გაყვანას და უკან წაღებას, აღიარების და ამის მიბმა იყოს სისულელე, აქ შესაძლებელი ერთადერთი იყო რომ ტვირთის ბრუნვა გაიკონტროლებია ქართველ მებაჟებს, რაც იყო ყველაზე სამართლიანი მოთხოვნა ჩვენი მხრიდან. მაგრამ ამ მოთხოვნას მოყვებოდა შემდეგ დანარჩენები, იმიტომ რომ სააკაშვილი პიარს აპირებდა. მოკლედ, შედგა საბოლოო ჯამში 2011 წლის 9 ნოემბერს შედგა ხელშეკრულება, მაგრამ მე რა მინდა გითხრათ. როგორი ხელშეკრულება შედგა? ეხლა დაუკვირდეთ ამ ყველაფერს. შვეიცარიაში რთულად მიდიოდა მოლაპარაკებები. რა თქმა უნდა, ბოლო წუთამდე ჯერ კიდე გაურკვეველი იყო და უცებ გამოგვეცხადეს, რომ ქართულმა და რუსულმა მხარეებმა მიაღწიეს ხელშეკრულებას, რომელი ხელშეკრულებაც იქნა წარმოჩენილი რა ქვია, სააკაშვილის მიერ უდიდეს გამარჯვებად იქნა გამოცხადებული. აი, გავიხსენოთ მაგ პერიოდის გამარჯვება. თუ როგორი გამარჯვება მოვიპოვეთ ამ დიპლომატიურ ფრონტზე, ეს სააკაშვილის განცხადება არის. ამას რატო ამბობ, იცი? დღეს ნაცები იძახიან, რომ მოგვატყუესო თურმეო. მოვტყუდვითო. და რატო არ აშუქებენ, იცით, მეორე მხარე ამ ყველაფერს, ანუ მე ვამბობ TV პირველი და ფორმულა და ესენი. ესენი მალავენ იმას, რომ ხელშეკრულება, რომელიც იქნა გაფორმებული რუსეთთან, ითვალისწინებს როგორც საზღვრის კონტროლს რუსული მხრიდან, ასევე ქართული მხრიდან. მე ახლა გადავალ და ზუსტად გაჩვენებ თქვენ თუ რას მოაწერეს ამათმა ხელი. რას მოაწერეს ყველაფერს ამას ხელი?
რასაც დიდ დიპლომატიურ გამარჯვებად ამბობდა სააკაშვილი, ასევე მაშინდელი საგარეო საქმეთა სამინისტრო ეს ჯუკნაქალი რო ყავდათ ერთი კალანდაძე არ ვიცი არ გავაგრძელებ მაგ არსებაზე ლაპარაკს, რომელიც ამბობდა, რომ გარეჯის ტერიტორიაზეო საუბარი არ არისო, ესეთ დიდ გამარჯვებად ითვლებოდა. აი, ამ არსების გაკეთებული განცხადება, რომ თურმე ეს იყო უდიდესი გამარჯვება. ეხლა შემოკარგებო, დავუკვირდეთ ჩვენ შემდეგ რამეს. პირველი. რას ითხოვდა ქართული მხარე? მოდი დავანებოთ პოლიტიზირებას თავი და მოდი ჩვენ ამ ყველაფერს შევხედოთ, როგორ იცით? ამ ყველაფერს შევხედოთ იმ კანონის და იმ წესდების მიხედვით, რომელი კანონის და წესდების მიხედვითაც შესაძლებელი იყო აქ მოთხოვნის წაყენება მასთან მიმართებაში. რუსეთთან მიმართებაში. ანუ რას ვითხოვდით და რა მივიღეთ? ეხლა თქვენ გააჩვენებთ ამ ყველაფერს ერთი წამით აჩვენებთ აი აქ პირველი მოდით უგნებავთ საერთოდ გავადიდოთ, რომ კარგად უფრო კარგად გამოჩნდეს ეს ყველაფერი. ესე იგი, ჩვენ მივიღეთ პირველი მოდი პოლიტიკური მოთხოვნები, რა თქმა უნდა, უარყოფილი იყო და სისულელე იყო ლაპარაკი იმაზე, რომ სუვერენიტეტის აღდგენა, ჯარების გაყვანა და ესე შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული მონიტორინგზე იქნა დათანხმება. აქ იყო შემდეგი სახის მოთხოვნა. აღიარების წაღება, ჯარების გაყვანა, ქართველი მებაჟეების დაყენება, მონიტორინგის განხორციელება და ასე შემდეგ. ჩვენ, რა თქმა უნდა, უარი გვითხრეს იმაზე, რომ რა თქვენ ხო არ გაგიჟდით, რა ტერიტორიული მთლიანობა, რა რუსეთთან, ესა რა ქვია, ჯარების გაყვანა, რუსების ჯარების გაყვანა და ახალი დაძაბულობა და კონფრონტაცია და ასე შემდეგ, ერთადერთი რაც შეგიძლიათ თქვენ მოილაპარაკოთ რუსებთან, იქ ქართველი მებაჟეები დადგებიან თუ არ დადგებიან და მოახდენენ თუ არა მონიტორინგის განხორციელებას. ესეც არ შესრულდა. არ შესრულდა ასევე ის, რომ იქ დამდგარიყო ევროკავშირის მონიტორები. ან გაეროს მონიტორები დამდგარიყვნენ, რომლებიც ამხელა უზარმაზარი გაერთიანება არის, ერთი მსოფლიოს გაერთიანება, მეორე ევროპული გაერთიანება, რომლებსაც შეეძლებოდათ იქაობის კონტროლი. ამაზეც კატეგორიულად უარი განაცხადა რუსეთმა. როგორც ქართველი მებაჟეების განთავსებაზე, ასევე ამაზე. კომპრომისულ ვარიანტზე წავიდა რუსეთის შემდეგზე. მაქსიმუმ მე აქ მოვახდინო კერძო შვეიცარიული ფირმის, კერძო საერთო პოლიტიკასთან არაფერი შუაში, ნეიტრალური ქვეყნის კერძო ფირმის განთავსება, მაგრამ არა მარტო ერთ მხარეზე. მეორე მხარეზეც. თუ განთავსდება ფსოუზე, უნდა განთავსდეს ზუგდიდშიც. თუ განთავსდება როკის გვირაბთან, უნდა განთავსდეს გორშიც და მესამე საინტერესო რა არის, იცით? ეს საერთოდ საიდან მოსატანი იყო? იმიტომ რომ ეს საზღვარი კონტროლირებადია და ახლა კი არა, ნაცების დროსაც კონტროლირებადი იყო და ზემოლარსზე აქ საერთოდ რა ესაქმებოდა ამ ფირმას, საერთოდ გასაკვირი არის, იმიტომ რომ ამ საზღვრის კონტროლი და მონიტორინგი ხორციელდებოდა. აი, მივიღეთ ოღონდ ორივე მხრიდან. წაიგეთ. კერძო შვეიცარიული კომპანია SGS-ი, რომელიც გითხარით, რომელიც ახორციელებდა ამ ყველაფერს. და არა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, არანაირი ევროკავშირი, არანაირი გაერო და არანაირი მსგავს, რასაც ოფიციალური თბილისი მოითხოვდა. რაც საინტერესო არის, ესენი არ იქნებიან წარმოდგენილები აფხაზეთის და სამაჩაბლოს კონფლიქტურ ზონებში. ისინი იქნებიან წარმოდგენილი რუსეთის და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მითითებული არის პუნქტები, რომელ პუნქტებშიც იქნებიან ისინი წარმოდგენილები
და გეტყვით ეს რატო განხორციელდა ასე? რუსეთის მხარეს იქნებიან წარმოდგენილები ესენი სოუს გადაღმა, უკვე სოჩის რაიონში, ასევე როკის გვირაბის გადაღმა ისევე ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ნარი არის ესეთისა დასახლება, იქ იქნებიან საქართველოში ზუგდიდში, გორში და ყაზბეგში და ვლადიკავკაზში. ადგილმდებარეობა ამათი განთავსების ამოღებული იქნა არათუ სახელების დასახელებით, რომ საქართველოში, რუსეთში ესე შემდეგ, GPS კოორდინატების მიხედვით. და ისინი არანაირ კონტროლს არ განახორციელებენ თუ რა არის შიგნით. ისინი დიდი კონტეინერს დაარტყამენ ჩიპს, რომელიც ჩიპიც იქნება დაკავშირებული GPS სიგნალით და მოხდება ტვირთების გაკონტროლება, ეს ტვირთი ეს ისევ და ისევ მეპატრონეების მხრიდან, იმიტომ რომ ამ უკონტროლო ტერიტორიაზე, ამ ბუფერზე, რომ შევიდა მეპატრონის გაგზავნილი ტვირთი, ეს უკონტროლო ტერიტორია როგორ გაიარა და სად შევიდა და საიდან გამოვიდა. სხვა ამას არაფერი შეხება არ აქვს პოლიტიკასთან. არანაირი შეხება არ აქვს ამ ყველაფერს. თუმცა ეს იყო გაცხადებული როგორც გამარჯვებად. როდესაც ეს ყველაფერი იყო გამოცხადებული გამარჯვებად, ეს იყო ისევ და ისევ ხალხისთვის მისატანად ტვინის ასარევად, რომ აი თურმე რა შეძლეს, მაგრამ ნაცებმა იცოდნენ, რომ ეს მალე არ მოხდებოდა. არ მოხდებოდა ეს ყველაფერი. და შვენივრად დააბოლეს მაშინ ხალხი, შვენივრად მოატყუეს ხალხი. და ეხლა მინდა გაჩვენოთ რუკა, ის რაც გითხარით. მოდი ჯერ ნახოთ, სად უნდა განთავსდნენ ეს მონიტორები. რუსეთის ფედერაცია საკონტროლო გამშვები პუნქტი ვესიოლე, სოჭის რაიონი, ქუჩა ესე, GPS კოორდინატით ამოღებული, საქართველოს ტერიტორია. მდინარე ენგური, ხიდს გადმოღმა, ასე რომ ვთქვათ, მდებარე საკონტროლო გამშვები პუნქტი. ეხლა უკვე სამაჩაბლოს მიმართულება, გაცრავად, საკონტროლო გამშვები პუნქტი ზემო ზარგმაზე, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა, ალანია, ალაგირის რაიონი, ან სოფელი ნარი, როკის გვირაბი, ჩრდილოეთ ოსეთის, საქართველოს ქალაქი გორის მახლობლად. ეხლა რუსეთის ფედერაცია მესამე მიმართულება საკონტროლო გამშვები პუნქტი ზემო ლაშიც, ჩრდილოეთ ოსეთი, ალანია, ვლადიკავკაზის ოლქში, საქართველოს საკონტროლო გამშვები პუნქტი ყაზბეგის სტეფანწმინდის რაიონი, სოფელ სტეფანწმინდაში. აი, რა ხელშეკრულება იქნა გაფორმებული ნაცების დროს, რასაც გამარჯვება დაარქვეს და ამ ყველაფერს როგორ ამის შემდეგ, როგორ სრულყოფილებაში მოუყვანეს ეს ყველაფერი ქოცებმა. ჩემო კარგებო, რომ იცოდეთ ისე. ეს საკითხიც გავიარეთ. ეხლა მე მინდა გითხრათ ესეთი რაღაცა, რომ ეს იყო უბრალოდ პოლიტიკანობა, ბლეფი და არანაირად საქმეზე ორიენტირებული ხელშეკრულება. და გეტყვით რატო? მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ თუკი ქართული მხარე ოდესმე მოითხოვდა იმას, რომ რეალურად მოითხოვდა ამ მოლაპარაკებების აქტს, მაშინ ასეთ შემთხვევაში უკონტროლო ტერიტორიების არა მარტო სახმელეთო საზღვრის კონტროლი უნდა მომხდარიყო, არამედ უნდა მომხდარიყო საზღვაო აკვატორიის კონტროლი, სოხუმის, ოჩამჩირის პორტების გაკონტროლება და ასევე უნდა მომხდარიყო აეროპორტების კონტროლი. ახლა გასაგებია, სხვა და აეროპორტები არ არის ცხინვალის რეგიონში, მაგრამ აფხაზეთში პორტებიც არის და აეროპორტებიც არის, იგივე ბაბუშერას აეროპორტი, იგივე ბომბორას აეროპორტი, კაი, ახლა ბომბორას აეროპორტი თუ სამხედრო არის, ბაბუშერას აეროპორტი, რომელიც აღადგინეს და დაფრინავენ მშვენივრად, იქაც უნდა დამდგანიყვნენ მონიტორები. იმიტომ რომ ტვირთის შეტანა ტერიტორიაზე მარტო სახმელეთო გზით არ ხდება. ხდება ზღვითაც და უფრო სწორად ზღვით გადადის უფრო მეტი აბსოლუტური უმრავლესობა ტვირთების, ვიდრე მატარებლით, ტრანსპორტით და ასე შემდეგ და შემდეგ ნაწილდება ეს ყველაფერი.
ეხლა მე მინდა ერთ რაღაცას მოუბრუნდეთ, ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორ ყველა ბედნიერი იყო, როგორც ჩვენ გაგვისაღეს ეს ყველაფერი და შევეხოთ იმას, თუ რა შეიძლება სინამდვილეში რეალურად აქ მომხდარიყო, რითაც შეიძლებოდა ქვეყანას და ერს სარგებელი მიეღო. ახლა უნდა გადავიდე აბსოლუტურად რადიკალურად სხვა მიმართულებაზე. მაგრამ მანამდე კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ეს ვიდეო, სანამ ამ თემასთან დაკავშირებით გადავალთ, ის რეპორტაჟი, რა რეპორტაჟიც იქნა, რომ საბოლოოდ დავამთავროთ ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი და სულ სხვა კონტექსტიდან დაგანახოთ ეს ყველაფერი. ოკუპირებულ აფხაზეთში გალში საბაჟო ტერმინალი იხსნება. ოფიციალური თბილისი დუმს სატრანზიტო და ლოჯისტიკური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და აფხაზეთში მსოფლიოს ხალხთა ასამბლეის ხელმძღვანელმა ასტამურ ახსალბამ აფხაზურ მედიასთან თქვა, რომ პროექტი, რომელიც რუსულ-აფხაზური თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება, თითქმის მზადაა და მისი ამოქმედება უახლოეს მომავალში იგეგმება. მისივე თქმით, სატესტო ტვირთები უკვე შესრულებულია. მიუხედავად ამისა, ქართული მხარე, კონკრეტულად კი ირაკლი ყობახიძე ირწმუნება, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. საოკუპაციო რეჟიმის ეგრეთ წოდებულ სამთავრობო მედიასთან ახსალბა ამბობს, რომ ტვირთების საბაჟო ტერმინალის გავლით რუსეთში შევა მესამე ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთიდან და ინდოეთიდან. მისივე თქმით, არ იგეგმება ტვირთების საქართველოდან გადატანა მანამ, სანამ საჭირო დოკუმენტებს ხელი არ მოეწერება. ეხო კავკაზას ინფორმაციით ახსალბა ამბობს, რომ ეს პროექტი 2012-2014 წლებამდე არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული ობიექტური მიზეზების გამო ვერ განხორციელდა. ახლა კი მისივე თქმით, მას შემდეგ რაც 2022 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, პროექტი აფხაზეთის სტრატეგიული პარტნიორისთვის, რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა. სატესტო ტვირთები გავატარეთ აფხაზეთის გავლით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. იყო უკუ მიმართულებითაც. ირანში გავაგზავნეთ ტვირთი. ყველა მექანიზმი უკვე გამართულია. საქართველოსა და აფხაზეთს შორის ვაჭრობაზე საუბარი არ შეიძლება იყოს იქამდე, სანამ შესაბამისი დოკუმენტები არ იქნება ხელმოწერილი. ჩვენი კომპანია მხოლოდ ლოჯისტიკურ მომსახურებას ახორციელებს. ახსალბას თქმით, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს მესამე ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რუსეთის სამხრეთ რეგიონებთან უფრო მოკლე სატრანზიტო გზით. სატრანზიტო სისტემა, როგორც ის ამბობს, ძირითადად მსუბუქი მოხმარების საქონელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ბოსტნეულსა და სხვა პროდუქტებს მოემსახურება. მაგალითად, თუ ტვირთი ირანიდან მოდის, ირანული ფურამძღოლით აფხაზეთის ტერიტორიაზე შევა, ოჩამჩირის რაიონში მდებარე ტერმინალზე მოხდება ტვირთის გადმოტვირთვა და შემდეგ ტვირთი რკინიგზით რუსეთის მიმართულებით სწავა. ახსალბას განცხადებით, თუ იმის მიუხედავად, რომ მესამე ქვეყნებიდან შემოსული საქონელი აფხაზეთის მაღაზიებში პირდაპირ არ მოხვდება, აფხაზურმა პროდუქციამ მომავალში შეიძლება ამავე მარშრუტის მეშვეობით გარე ბაზრებს მიაღწიოს. ახსალბა ხაზს უსვამს, რომ პროექტის განხორციელებას სირთულეები ექნება, რადგან მესამე ქვეყნები აფხაზეთის სტატუსის გამო იურიდიულ და საბაჟო ბარიერებს წააწყდებიან. ამ თემაზე დღეს ირაკლი ყობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქართული მხარე პროცესში ჩართული არაა. ეხლა საბოლოოდ განვმარტოთ აი ამ აფხაზის ინტერვიუ, რომელიც მე წავიკითხე, ხო და თავისი მხრივ, ამბობს იმას, რაც აქვს ემოდან დავალებული. პირველ რიგში რა მინდა ვთქვა? აი ამ დებილმა, რაც განაცხადა, რომ თურმე არაფრის საქმის კურსში არ არის და ის არ იცის, რომ თურმე მისმა მთავრობამ, მისმა პოლიტიკურმა ძალამ მმართველობის პერიოდში ხელი მოაწერა ამ ყველაფერს, ასევე არ იცის ამან, რომ თურმე კაცი ამბობს პირდაპირ, რომ ჩვენ სატესტო ტვირთები გავატარეთ უკვე აი ირანის მიმართულებაში, ანუ დანარჩენი საქართველოს გავლით და იქეთ ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც. ანუ ეს საზღვარი ფუნქციონირებს უკვე დადის, მოძრაობს და ყობახიძემ და უჩვევა ამის შესახებ არაფერი არ იცის. ყობახიძეს და მდინარაძის ტანდემი თურმე იმდენად დებილია, გაჩუმებულია და არის ვერ ხედავს. ამხელა უზარმაზარი, რა ქვია, ეს ტრაილერები გადმოდიან საზღვარზე. ადმინისტრაციულ საზღვარზე, ისინი არაფრის საქმის კურსში არ არიან. ამათმა ისიც არ იციან, რომ ისა რა ქვია, თურმე ხელი აქვს მოწერილი მაგათ მთავრობას ამ ფირმასთან და ასე შემდეგ. ეს ხო არის ტყუილი, ეს ხო არის ისეთი უხეში ტყუილი, რომელი მსგავსი არ შეიძლება ვინმეს უბრალოდ საკუთარ თავს არ უნდა აკადრო ადამიანი. დაგვირდით აქ კიდე რაზე არის საუბარი. რა შეიძლება ამ დერეფანსო? ამ დერეფნითო საქართველოს და საქართველოს მოქალაქეები ვერ ისარგებლებენო. მანამდეო სანამ ქართული მხარე, მე წავიკითხე იქ, მინიმუმ არ მოახდენს აფხაზებთან გაფორმებას თავდაუსხმელობის პაქტის შესახებ. ძალის გამოუყენებლობის შესახებ. მანამდეო ეს ყველაფერი არ მოხდებაო.
ხო და აი ჩემო კარგებო რისი თქმა მინდა იცით როდესაც ეს მივიღეთ რომ ჩვენ ტერიტორიას ყველა იყენებს ქართველის გარდა, საქართველოს გარდა, საქართველოს ინტერესების გარდა, ასე იყო ნაცმოძრაობა, ასე არის ქოცმოძრაობა, ეს არის მათი გაფორმებული ხელშეკრულება, ეს არის მათ მიერ მოტანილი სიკეთე საქართველოსთვის, ქართველიერისთვის და გვეუბნებიან, რომ ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ, უკაც ჩვენ არც ვიცით ეს ყველაფერი რა ხდება. ეხლა ეს ხალხი იგივეს გეუბნება სხვა საკითხებთან დაკავშირებით. სხვა საკითხები კიდე რა არის? სხვა საკითხები არის ის, რომ არაბები თურმე მიწას არ ყიდულობენ საქართველოში, არაბებს თურმე მოქალაქეობა არ ეძლევათ და მსგავსი ბოდები. როგორ უნდა გეზისყებოდეს შენი ერი? როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყანა და შენი ხალხი, რომ უბრალოდ აი ასეთი უხეში ტყუილი თვალში ააფარო და ასრია საჭიროა რა. და ისარგებლო ამერის ყველანაირი სიკეთით. და შენი ქვეყანა ესე გაყიდო რა. აი ეს არიან კაცები, ესენი არიან ქოცები, ამიტომ არიან ორივე ერთი, განსხვავება ისაა, რომ ომი არაა და რავი ჯერჯერობით ახლა ქუჩაში არ გლავენ, მაგრამ იქ ციხეებში და იმაში რაც ხდება, ეს კიდე ძალკე თემა არის. ახალი სისტემა რო შექმნეს, თუმცა ამის საუბრის დრო არ არის. პატიმრების მიერ საწამებელი ისინი რო შექმნეს, რა ქვია, კაბინები თვითონ ციხეში. აი ამიტომ არიან ესენი ერთი და როდესაც გეუბნებით და როდესაც ამათ ლანძღავდა ვაგინებ, არაფერი განსხვავებული ზნობები ამათთან არ მაკავშირებს. ეხლა მე მინდა გითხრათ უკვე დასკვნითი ეტაპი და ეს ამ საკითხს უკავშირდება, არა მარტო ამ საკითხს, საქართველოს საერთოდ ჩვენი ქვეყნის ბედს, ჩვენი ქვეყნის ისტორიას უახლეს. თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო და რა შეიძლებოდა და რა მოხდა. მე მინდა აგახსენოთ, რომ შევარდნაძე ნაზირალა მე მასე კარგის მთქმელი არა ვარ, წყალსწაულია, მაგრამ ამათგან განსხვავებით იმას ცოტა მეტი ეს სოფლიო პოლიტიკის და უფრო სხვანაირი მეთოდებით მოქმედებდა. 2003 წელს, როდესაც ვარდების რევოლუცია მოხდა, ყურადღება მიაქციეთ ამას. შევარდნაძე, როდესაც წავიდა, ვითომ გადადგა და ასე შემდეგ. შევარდნაძემ თქვა ესეთი რაღაცა, აწი აფხაზეთის პრობლემა მაგათმა მოაგვარონა. ეხლა მე მინდა ამ საკითხს მოუბრუნდე და ძალიან დეტალურად შევხვდეთ. მე არ მომბობ, რომ შევარდნაძე იყო ქვეყნის პატრიოტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ამათგან განსხვავებით პოლიტიკა ესმოდა. ამიტომ შევარდნაძე თავის მხრივ ცდილობდა, რომ თავისი ინტერესები, რომელიც დაიკიდა ფეხებზე თავის დროზე დასავლეთმა, რომელიც გაწირეს ასევე რუსებმაც, რომლებმაც თავისი თამაში ითამაშა, მაგრამ როდესაც წავიდოდა, არ უნდა ამ ადამიანს ისე წასვლა, რომ მანდამაინც ცუდ ნეგატივად ჩარჩენილიყო ქართველი ერის ისტორიაში და ალბათ თუ მოახერხებდა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების ამ მსგავსი რაღაცების გადაწყვეტას, ეგეთი საზღვარი და საძულველი ადამიანი არ დარჩებოდა ქართველი ერის ცნობიერებაში. ამიტომ ეს თავისი პირადული ამბები ამ კაცს მოძრავებდა ნამდვილად და კარგად ხვდებოდა იმას, რომ მისი გამოზრდილი გველები რას მოუტანდნენ ქვეყანას და ისიც თქვა რა მოგენატრებით. ხო არ მოგენატრეთ. ახლა მე ის დრო და ეს დრო ქართველი ერის მიმართ შეთქმულებად მიმაჩნია, მაგრამ მე მაგ რეალობასთან საუბარი რა შეიძლება ყოფილიყო შევარდნაძის რეჟიმის მიერ დაწყებულ, ასე რომ ვთქვათ, ბოლო პერიოდში მიყვანილ საკითხებთან დაკავშირებით და რა გვაქვს დღესდღეობით. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში რა თქმა უნდა, კონფლიქტები მომხდარი იყო, მაგრამ აფხაზეთის და სამაჩაბლოს სიტუაცია ესეთი არ იყო. სამაჩაბლოზე ზედმეტი არის საუბარი, სამაჩაბლოში საერთოდ ცხინვალის რეგიონი გაჩუმებული კონფლიქტი იყო, გაყინული კონფლიქტი იყო. მართლა მიდიოდა ყველაფერი მოგვარებისკენ, არსებობდა ბადენის დოკუმენტი, ბოდენში არაგერიოდ. ბადენის დოკუმენტი არის აბსოლუტურად სხვა დოკუმენტი, რომელიც არის ტბა ავსტრიასა და გერმანიასთან ახლოს, იქნა ხელმოწერილი ოს სეპარატისტულ მთავრობასთან, რომ ცხინვალის რეგიონი შემოდიოდა
საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სახით ეს პროცესი დაწყებული იყო, ხალხი შერიგებული იყო ცხინვალში და მიმდინარეობდა ნელ-ნელა ინტეგრაცია ამ რეგიონის. გაგახსენეთ აფხაზეთის მიმართულებაზე რა ხდებოდა. აფხაზეთის მიმართულებაში დაწყებული იყო გალის რაიონში მოსახლეობის დაბრუნება, ოჩამჩირის რაიონზე მიდიოდა საუბარი და დიალოგი ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის მიმდინარეობდა, კი, რა თქმა უნდა, რუსების პატრონაჟით ასე შემდეგ, მაგრამ ნელ-ნელა მინავლებისკენ მიდიოდა ბევრი რაღაცა. პროვოკაციები იყო, არის და აფხაზეთი უფრო რთული საკითხი იყო. ამ დროს მოხდა რუსეთში ხელისუფლების ცვლილება, მოვიდა პუტინი. ახალმოსული იყო, ახალი ცარქვი 1-3 წლის მოსული იყო, მესამე წელიწადი იყო, მაგრამ მაინც ახალგაზრდა კაცი იყო, გამოუცდელი კაცი იყო და 2003 წელს სოჩში მოხდა შეხვედრა. დააკვირდით ამას, რატო ამბობ, სულ აი ბოლოში გაიგებთ. შეხვდა პუტინს და მე მინდა გაჩვენოთ აი ამ შეხვედრის კადრები. ეს პუტინი ახალგაზრდა არის მაშინ 2003 წელიწადი არის, შევარდნაძე და პუტინი შეხვდნენ ერთმანეთს, პუტინმა აჩუქა შევარდნაძეს დაბადების დღესთან დაკავშირებით, აი ეს ნახატი. ეხლა შეხვედრა ითვალისწინებდა შემდეგ საკითხს, ეს იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, რომელიც უნდა მოგვარებულიყო აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებით, დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით, რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით და სრული სპექტრი იყო. მაგრამ პუტინი არ შეხვედრია მარტო შევარდნაძეს, 6 მარტი იყო, 6-ში შეხვდა შევარდნაძეს, მოილაპარაკეს ამათმა ორი ქვეყნის პრეზიდენტმა და შემდეგ უნდა შეხვედროდა აფხაზეთის მთავრობის, სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენლებს. ეს იყო გვარად გულია. ეს უკვე, როდესაც შევარდნაძემ და პუტინმა მოილაპარაკეს ერთმანეთში, მაშინ უკვე მეორე დღეს ჩამოიყვანეს სოხუმიდან გულია და იყო საუბარი იმ საკითხთან დაკავშირებით, რა საკითხის განხილვაც მიმდინარეობდა პუტინს და შევარდნაძეს შორის, კონკრეტულად აფხაზეთის საკითხზე. ეს სურათიც მაგ შეხვედრიდან არის. ეხლა მე მინდა თქვენ გაჩვენოთ ერთი მომენტი. ვინ იყო ეს გულია? ეს იყო სეპარატისტული მთავრობის პრემიერი, რომელი პრემიერიც პერიოდში არძიმბა ცუდად იყო, ეს მართავდა სიტუაციას, კი მოქონდა არძიმბას, კვდებოდა. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, მოვიზია ამ პიროვნების ირგვლივ ინფორმაცია და ესეთი ჩანაწერი წავიკითხე მის ბიოგრაფიაში. გაგულია უკაცრავად, გულია არა, გაგულია უკაცრავად. ფირცხალავა გაგულია, ან გაგულია, ფირცხალავა ან გაგულია. ახლა ეს რას ნიშნავს? თავისთავად მე მგონი გასაგებია, ხა გაგულიაც მეგრული გვარია, ფირცხალავაც მეგრული გვარია და აღარა მაქვს უკვე დნმ-ებზე და ეს რაღაცეებზე საუბარი, აფხაზეთის მხარეს უამრავი მეგრული გვარის და არა მარტო მეგრული გვარის მატარებელი ქართველი იყო და არის დღესაც იმ სეპარატისტულ მთავრობაში. ამიტომ ფიქრობდნენ ისინი, იგივე ბაგაფშის პერიოდი იყო, იგივე ანქვაბის პერიოდი იყო, ისინი აღიარებამდე 2008 წლამდე, იქამდე სააკაშვილის დროსაც ფიქრობდნენ ფართო ავტონომიის სახით საქართველოს შემადგენლობაში შემოსვლას, თუმცა ამის გარანტიები ჭირდებოდა, მსგავსი რაღაცეები და ეს შემდეგ. ამიტომ დააკვირდით აი ამ გაგულიას პიროვნებას. ახლა დაუბრუნდეთ აი ამ შეხვედრას, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო მომენტი არის, თვითონ აი ამ დღეს გარდაცვლილი არის ეს ადამიანი. მაგრამ საინტერესო არის თუ როგორ და რანაირად და რა პირობებში. მოკლედ, დაუბრუნდით ისევ პუტინის შევარდნაძის შეხვედრას. სოჩაში პუტინს და შევარდნაძეს შორის იქნა შეხვედრა.
ესე რომ ვთქვათ, სამმხრივი შეხვედრა ჩატარებული, რომელსაც 2003 წლის 10 მარტის ინფორმაცია არის, სადაც ასევე მონაწილეობდა აფხაზური მხრის წარმომადგენელი. ახლა რაზე იყო საუბარი? საუბრის შემდეგ პუტინმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირება უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უფლებით და კანონიერი უფლებით და ინტერესებით მრავალ ეროვნული აფხაზეთის გათვალისწინებით. ასევე უნდა დაიწყოს იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნება რეგიონში, რკინიგზის აღდგენა სოჩი-თბილისის მიმართულებით, აფხაზეთის ტერიტორიის მიმართულებით, რეაბილიტაცია ენერგოობიექტების, კენგურჰესი და ასე შედიოდა, იყო ასევე განხილული საქართველოს და რუსეთს შორის 7 მარტს გულიასთან ერთად ეს ყველა ეს საკითხი. რაზეც როგორც ხედავთ, აფხაზები მოდიოდნენ, თანახმა იყო. და ახლა უკვე შევარდნაძის პასუხებია, ჩვენ მოვილაპარაკეთ რკინიგზის ესე იგი აღდგენასთან დაკავშირებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებაზე და განსაკუთრებით ეს დაბრუნება პირველ რიგში უნდა განხორციელდეს გალის რაიონში, შემდეგ უნდა განხორციელდეს ოჩამჩირის რაიონში და ეტაპობრივად. ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს ასევე ოჩამჩირის რაიონის გარდა უნდა განხორციელდეს სხვა რაიონებშიც უბრალოდ რკინიგზა და დევნილთა დაბრუნება უნდა განხორციელდეს სინქრონით. ანუ დაიწყო ნელ-ნელა სიტყვაზე აღდგენა რკინიგზის იქეთ ამ მხრიდან, დაიწყო გალის რაიონში დაბრუნება, შემდეგ ოჩამჩირის და პარალელურად რკინიგზაც გამოდის. ანუ სინქრონი ტერმინი აქედან მოდიოდა. ამაზე რა თქმა უნდა თანახმა იყო შევარდნაძეც, თანახმა იყო აფხაზეთის წარმომადგენელიც, თანახმა იყო პუტინიც და ასევე ამ ყველაფერს ჩვენი დიდი დაუძინებელი მეგობრები თბილად და ტკბილად შეხვდნენ დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, შეერთებული შტატები და ესე შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი ნახოთ. ასევე პუტინს ყველაზე მეტად აინტერესებდა და ადარდებდა, ნუ ახლა ერთმანეთს შორის ორი ქვეყნების ამ დროისთვის ძალიან პრობლემური საკითხი იყო საერთაშორისო ტერორიზმის საკითხი, როდესაც იქ ავღანეთში იმხელა უბედურება მიდიოდა, იქ ამერიკაში 11 სექტემბრის ამბები, იქ ჩეჩნეთში არეულობა, ასე ისე და აქედან გამომდინარე პუტინმა ამ ყველაფერთან ერთად საერთაშორისო ტერორიზმი და ქართული რუსული მხარეების თანამშრომლობაზე მოითხოვა საქართველოს თანხმობა. ყველა შეთანხმდა, ყველაფერი ლამაზად მოაწერეს ამ ყველაფერს ხელი. და ის აუცრებავ რა ხდება? 2003 წელს საქართველოში ხდება ვარდების რევოლუცია, რომელი ვარდების რევოლუციასაც პირველ რიგში რა მოაქვს 2004 წელს ცხინვალში კონფლიქტი, პირველი დაძაბულობა და ცხინვალთან ტერიტორიული მთლიანობის საკითხის ესე რომ ვთქვათ, ხვევის პროცესი, ხო გახსოვთ პირველი დაძაბულობა როგორ დაიწყო ცხინვალის რეგიონში სააკაშვილმა და პირველი კომანდოს ბატალიონები და შავნაბადა და თელავის ბატალიონები იქ წვერიახოზე რო შეიყვანეს, გადაკეტეს ის რა ქვია ერგნეთის ბაზრობა
დაიწყო დაძაბულობა, რომელსაც მოყვა შემდეგ 2006 წელს შემდეგ იქ კოდორის ხეობაში იარაღის ტრიალი და ესე შემდეგ 2008 წელს ომი საერთოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოხსნა, ყველანაირი ურთიერთობების გაწყვეტა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. საქართველოში ვარდების რევოლუციის მთავარი მიზანი ზუსტად ეს იყო. ეს იყო, რომ საქართველოს ტერიტორიული რღვევა მომხდარიყო, მოღალატე სააკაშვილის, მათი ტაშისმკვრელების და ჩვენი დაუძინებელი მეგობრების მხრიდან, რომელიც დაუძინებელი მეგობრებიც, შემდეგ როგორ გვედგენ გვერდში და გვედგან ამ გვერდში, კარგად ვხედავთ. ეს შიგ ევროპელების და შიგ ამერიკელების ინტერესებით. და ამას რატო ვამბობ, იცით? ამას ვამბობ შემთხვევითი არა, მე მინდა გაჩვენოთ, ადრეც მისაუბრე ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს არის საქართველოს თავდაცვის მინისტრი, იმ პერიოდის თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, რომელიც მაშინ ამბობს, რომ როდესაც ვარდების რევოლუცია ხდებოდა, იქნა ზარი განხორციელებული მოსკოვიდან და შეგვეკითხეს თუ რას აპირებდა შეიარაღებული ძალები. უთხრეს, რომ შეიარაღებული ძალები არ ელეოდნენ ამ კონფლიქტში, იქედან კი გაისმა ხმა, რომ ხელისუფლება ყველაფერი შეიცვლება აფხაზეთში. ლასტმინიასov აფხაზი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს ტერიტორიული რღვევა აუცილებლად მოხდებოდა, თუ კი საქართველოში მოხდებოდა ვარდების რევოლუცია. ამის საქმის კურსში იყვნენ ყველა, როგორც ბურჯანაძე, როგორც ის, როგორც და ეს კაცი, რასაც ამას ხიათ ამბობს, არც არავის არ დაუკითხია კომისიის ხდომაზე. შემდეგ კიდე რაც მოხდა და როგორც განხორციელდა ყველა მონახე. ეხლა კი ბოლოსკენ მე მინდა გითხრათ ერთი რაღაცა. გითხარით მე თქვენ გულიას საკითხი დაიმახსოვრეთ თქვა, ეს პიროვნება, რომელიც იყო შევარდნაძესთან ერთად და პუტინთან ერთად აფხაზეთის საკითხი, როდესაც განიხილებოდა. საინტერესო არის და გადაწყვეტილი იყო ეგ საკითხი, საინტერესო არის ამ კაცის ბედი. ეს კაცი 2018 წელს მოულოდნელად, როდესაც ეგრეთ წოდებული აფხაზური დელეგაცია დაბრუნდა სირიის რესპუბლიკიდან, ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტთან ერთად კორტეჟით მიდიოდნენ აფხაზეთში, სოჩიდან, სადაც მოხდა ავარია და მხოლოდ და მხოლოდ გაგულია დაიღუპა, უკაცრავად გაგულია დაიღუპა. რასაც გამოხდა მაშინდელი კგბ-ს ოფიციალური გენერალი ხაჯიმბა და თქვა, რომ ეს არ ყოფილა ტერაქტი. მეც იქ ვიყავი, მოხდა შემთხვევითი უბედური შემთხვევა, ავარია და დაიღუპა გაგულია, სხვას არავის არაფერი არ მოსვლია. არც დამჯახებელს, არც დაცვის წევრებს და არც არავის და ეს ტრაგიკული შემთხვევით, ისევე როგორც ტრაგიკული შემთხვევით ბაგაფში. ამას მე რატო ვამბობ და რატო გადმოვედით იმ თემიდან ამ თემაზე და რატომ ჩამოვედით ბოლოში. სოფლიოში არსებობს უზარმაზარი ძალები, რომელთა ინტერესებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ქართველი ერის სიკეთე, არსებობა ეს საერთოდ არ დგას, არც მდგარა, არც იდგება და პირიქით. იქნება მხოლოდ და მხოლოდ მტრობა და მავნებლობა ქართველი ერის მიმართ. რომელიც ლამაზად იქნება შენიღბული და შეფუთული მეგობრობის და ჰიჰიჰაჰას და შეინჭირება შენგენაცვალეს ხელში. თუ ჩვენ ქართველებმა ვერ ვისწავლეთ ტრის და მოყრის გარჩევა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გარჩევა, ქვეყანას მომავალი არ უწერია უბრალოდ. ახლა კი ვინც ბოლომდე ჩამოხვედით და ნახეთ ეს ბლოგი, ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ და გთხოვოთ, რომ გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რომელიც დაახლოებით საათი და 15 წუთი გამოვიდა, რათა ძირფესვიანად იყოს ქართული საზოგადოება და უბრალოდ ქართველების საქმის კურსში, თუ რა ხდება, საიდან მოდის ეს პრობლემა და რა მოყვებოდა ამ ყველაფერს. იმიტომ აბსოლუტურად ყველაფერს აქ
დასაწყისი, განვითარების პროცესი და შემდეგ დასასრული. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალშიც დაგებრუნდებით ასეთი ღრმა და საინტერესო თემების განხილვით.